Platforma X-ზე გამოქვეყნდა ვიდეო შემდეგი აღწერით, რომ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გააგზავნეს ტანკები და რომ ესტონეთი ემზადება თავდასხმისთვის რუსულ ქალაქ სანქტ-პეტერბურგზე. ასეთი აღწერით გავრცელდა ვიდეო, მას დაახლოებით 800,000-მდე ნახვა აქვს უკვე და პლატფორმა X-ზე მას ჯერჯერობით არ აქვს გაკეთებული ეგრეთ წოდებული community note. ეს არის ფუნქცია, რომელიც უჩნდება ხოლმე ისეთ პოსტებს, ვიდეო და კადრებს, რომელიც შეცდომაში შემყვანი არის ხოლმე პლატფორმა X-ზე, თუმცა ჯერჯერობით ასეთი შენიშვნა ამ სოციალურ ქსელში ვიდეოს არ აქვს გაკეთებული, თუმცა ეს ინფორმაცია გადაამოწმა Euroverify-მ, რომელთა ცნობით სინამდვილეში ამ კადრებზე, რომელიც გავრცელდა პლატფორმაზე, ჩანს ბრიტანული სამეფო გვარდია, რომელიც მონაწილეობას იღებს ტალინში, ესტონეთის დედაქალაქში 2025 წლის 24 თებერვალს სამხედრო აღლუმში, სადაც აღნიშნავენ ესტონეთის დამოუკიდებლობის დღეს, ანუ მიმდინარე წლის 24 თებერვალს არის გადაღებული. შესაბამისად, ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ახლახან გაგზავნეს ტალინში ბრიტანული ტანკები არის არასწორი. როგორც Euroverify აღნიშნავს, ხშირ შემთხვევაში ნატოს მოკავშირე ქვეყნები და თვითონ ესტონეთის არმია, რა თქმა უნდა, მონაწილეობას იღებს სამხედრო აღლუმში დამოუკიდებლობის დღეს, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ასე მოხდა მიმდინარე წელსაც, როდესაც გამოიყენეს სამხედრო ტრანსპორტი. Euroverify-მ დაადგინა კონკრეტული ადგილი, თუ სად იყო ეს კადრები გადაღებული, როგორც ხედავთ, Google-ის რუკა აჩვენებს, რომ ეს არის მართლაც ტალინი, დედაქალაქი ესტონეთის და Google Street View-ს გამოყენებით, სადაც ქუჩის ფოტოები ჩანს. ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ზუსტი ადგილი, თუ სადაც იყო ეს კადრები გადაღებული, დაახლოებით ესტონეთის დრამატულ თეატრთან მახლობლად. შემდგომ, როდესაც უკვე ვნახავთ Google-ის ქუჩის ფოტოებს, შეგვიძლია რეალურ კადრებს შევადაროთ, რათა დავადგინოთ ეს ადგილი და როგორც Euroverify აღნიშნავს, ეს არის სწორედ ის ცენტრალური ქუჩა, რომელიც იკეტება ხოლმე, როდესაც დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმები იმართება ხოლმე ესტონეთში. გარდა ამისა, Euroverify-მ გადაამოწმა ტანკის ნომერი, რომელიც ჩანს ამ კადრებში და ამ კადრის მიხედვით და ნომრის მიხედვით ვნახავთ, რომ ტანკის ნახვა შესაძლებელი არის ესტონეთის საინფორმაციო სააგენტოს არქივში, რომელიც ეძღვნება დამოუკიდებლობის დღის აღლუმს. შესაბამისად, ეს ტანკი არაერთხელ გამოჩენილა ესტონეთში, შესაბამისად არსებობს ამის არქივის კადრები და იმის შესახებ ინფორმაცია, რომ ახლახან გამოჩნდა ეს ტანკები არ არის სიმართლე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-იც წერს, რომლებმაც ასევე გადაამოწმეს ეს ინფორმაცია და მათი ცნობით ამ ნომრით ტანკი, რომელიც კადრებზე ჩანს 2024 წელსაც იყო უკვე ესტონეთში. გადაღებული არის მისი კადრები როგორც მაისში, ასევე დეკემბერში. ამასთან, რა თქმა უნდა, არც ერთი ავტორიტეტული მედია არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაიმე ტიპის თავდასხმა მზადდება რუსეთზე, რომელიმე ბალტიისპირეთის ქვეყანაში. ამის შესახებ ასევე არც ერთი რუსული მედიაც არ ავრცელებს ინფორმაციას.